საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა მონღოლები და საქართველო. გიორგი ბრწყინვალიდან მოყოლებული, ჩვენ შევწყვიტეთ გიორგი ბრწყინვალის 1318 წლის პერიოდზე და ეხლა გავაგრძელოთ, ანუ დავიწყოთ გიორგი ბრწყინვალის საგარეო პოლიტიკით, ასე ვთქვათ, გიორგი ბრწყინვალეს თუ მოვუსმენთ ჩვენ არაბ ისტორიკოსებს, ალ-უმარს, ალ-კაკაშანს ბრწყინვალე დიპლომატად მიიჩნევდნენ და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ მონღოლების მეწინავეა ჩობან ნოინთან, როგორც ალ-კაკაშანდი გვეუბნება, ჩობან ნოინი არც ერთ საქმეს მის გარეშე არ წყვეტს და უცებ ალ-უმარი გვიყვება თუ როგორი კარგი დამოკიდებულება აქვს მას ეგვიპტის სულთანთან. რაღაცა ვერ თავსებადია, იმიტომ რომ ტრუმ დამოკიდებულებაში იმყოფება მონღოლეთი და ეგვიპტის სასულთნო და საინტერესო ის არის, რომ 15-16 წლებში და 21 წლებში გიორგი ბრწყინვალემ ეგვიპტის სულთანთან გააფორმა ხელშეკრულება, ორი ელჩობა იყო და ამ ხელშეკრულების მიხედვით ჩვენ მივიღეთ დაგვიბრუნდა, ასე ვთქვათ, ჩვენი მონასტრები, რომელიც მეჩეთებად იყო გადაქცეული იმაში იერუსალიმში და ამავდროულად მივიღეთ უბაჟოთ ვაწყრობის უფლება გაშლილი დროშებით, როგორც ჟაკ დე ვიტრი ამბობს ეპისკოპოსი, ანუ გაშლილი დროშებით შესვლის უფლება იერუსალიმში და კიდევ ერთი ნიუანსია, რომელიც ასევე ჟაკ დე ვიტრის აქვს, ადრე იყო იერუსალიმში მუსულმანები ავიწროებდნენ ქრისტიანებს და ქრისტიანებს უნდა აუცილებლად ქალებივით გადაჭტობილი ფეხებით ევლოთ ცხენზე შემძლებს და აი ეს გაუუქმებია გიორგის თხოვნით ეგვიპტის სულთანს და ყველა ქრისტიანულ ტაძარში აღმართავთ, მაშინ გაუმართავთ გიორგი ბრწყინვალის მოსახსენიებელი აღაპები და საინტერესოა როგორ ახერხებს ამას გიორგი, რომ არ დაურღვევია მას ეგვიპტის სულთანთან აი ეს დადებული ხელშეკრულება, მით უმეტეს რომ ერთი საინტერესო მომენტია, ფილიპე მე-6 ვალუა საფრანგეთის მეფე შემოუთulis გიორგის რომ აპირებენ, ასე ვთქვათ, ევროპელები გალაშქრებას ეგვიპტეზე, ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას ეგვიპტეზე და რამდენად გამოხატავს მზაობას ამისასო, აი ამას კითხულობს ფილიპე მე-6 გიორგისაგან და გიორგი ძალიან ესეთ დიპლომატიურ პასუხს სცემს, იმიტომ რომ თუ ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა ეხლა ჩავარდნილი გიორგი მე-6, იმიტომ რომ გიორგი მე-5, იმიტომ რომ აბა წარმოვიდგინოთ თუ უარს ეტყვის, მაშინ ეს ევროპული საქრისტიანოს ღალატი გამოდიოდა, თუ ხოს ეტყვის, მაშინ უნდა გადაკიდებოდა და ძავი დაერღვია ეგვიპტესთან დადებული და გიორგი ძალიან ესეთ ნორმალურ პასუხს სცემს, რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, მაგრამ თქვენ ევროპელები ასე დაგვავალებდით, ჩვენ გვემზადებოდით და მერე თქვენ აღარ ლაშქრობდით და შეგვატოვებდით ხოლმე მუსულმანებსო. თუო თქვენ მზად ახარ დაიწყეთ ლაშქრობა და მე ჩემი 40,000 ლაშქრით ყოველთვის მზადა ვარ და შემოგიერთდებითო. ეს ლაშქრობა ჩაიშალა, არ მომხდარა ევროპელების მხრიდან და მაგერად გიორგიმ თავისი სახე შეინარჩუნა როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. ერთი ძალიან საინტერესო მომენტია კიდევ რომის პაპი იოანე 22 გიორგის თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და წერილი არის ასეთი, რომ ჩვენ თურმე ქართველები მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად უნდა გადავიდეთ კათოლიკურ ჯულზე და ამისათვის მისიონერებს გამოგვიგზავნის რომის პაპი. სავარაუდოდ ამ პერიოდში მომხდარა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება რომის პაპსა და გიორგი მე-5 შორის და გიორგი მე-5 დღევანდელი იზმირის ტერიტორიიდან იყო სმირნა, ასეთი ქალაქი და იქ იყო საკათალიკოსო ცენტრი, რომიდანაც აიღო ეს საკათალიკოსო ცენტრი, კათოლიკური ცენტრი, საეპისკოპოსო ცენტრი და გადმოიტანა თბილისში. ეხლა იტყვით, ნუ რა უნდოდა მართლმადიდებლურ ქვეყანაში კარგი რა გააკეთა, გადმოიტანა კათოლიკური ცენტრიო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს საეპისკოპოსო ცენტრია და აუცილებლად მოდიან მისიონერები, სადაც არიან მისიონერები, იქ არიან ვაჭრები, სადაც არიან ვაჭრები, იქ არიან მისიონერები. ანუ ამ ერთი ქალაქის, ერთი საეპისკოპოსო ცენტრის შემოტანით მან უბრალოდ აწია და სავაჭრო გზა პირდაპირ გადმოიტანა თბილისში. უდიდესი საქმე გააკეთა ეკონომიური თვალსაზრისით ქვეყნისათვის. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო ეხლა უბრალოდ დრო არ აგვაქვს და ძალიან მოკლედ შევეხო გიორგის საშინაო პოლიტიკას.
როდესაც ეს ფირმანი ხელში ჩაიგდო გიორგიმ, ანუ მთელი ქართული მიწების დაუფლების ფირმანი, მან დაიწყო უპირველეს ყოვლისა შიდა ქართლით, სადაც ოსები იყვნენ ჩამსხდრები და 3 წელი მოანდომა ოსების განდევნა. სხვათა შორის ეს ოსები ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ქვრივი დედოფალი, ოსთა დედოფალი ასპარაკანიანთა საგვარეულოსი თავის ორ შვილთან, ბაყათირთან და ფარეჯანთან ერთად ჩამოდის დავით ულუს დროს და ისინი დასახდებიან და მერე ბავშვები გაიზარდნენ და ისინი დაეპატრონნენ ქალაქ გორსაც კი და 3 წელი მოანდომა მათ გაყრას, მერე გადაყვა კავკასიაში და ოსებიც გაივასალა გიორგიმ. აი მერე 27 წელს, როდესაც ასე ვთქვათ აბუ საიდმა მოაკვლევინა ჩობანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვიცით გიორგისთან. გიორგიმ ეგრეთ წოდებული ზურგიში აქცია, ხარკი შეუწყვიტას ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ ბოლო ხარკი მაინც გადახტილი დავით მეცხრის დროს ჩანს რაღაც დოზით ხარკს ვიხდით, მაგრამ ის რომ გიორგი უკვე ემზადება საბოლოოდ გადაიგდოს ასე ვთქვათ მონღოლთა უღელი, ეს უკვე ჩანს აი 27 წლიდან 27 წელს დასავლეთ საქართველოში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა, კვდება კონსტანტინე და რაჭალეჩხუმში გამაგრებული ეს გითხარი წინა გაკვეთილზე მიქაელი გადმოდის და დასავლეთ საქართველოს მეფედ აცხადებს თავს დავით ნარინისზე, მაგრამ 29 წელს, როდესაც მიქაელი კვდება, გიორგი გადადის დასავლეთ საქართველოში და უომრად დასავლეთ საქართველოს შემოიერთებს, ხოლო მიქაელის მცირეწლოვან ვაჟს ბაგრატს იმერეთის ერისთავად დანიშნავს და ასე უომრად შემოდის დასავლეთ საქართველოს ქართულ სივრცეში და საინტერესოა კიდევ 34 წელი გიორგი არ ჩქარობდა თავისი დედულეთის სამცხის შემოერთებას. გასაგებია რომ იქ ბიძამისია სარგისი, ბექას ბიჭი და როდესაც 34 წელს სარგისი გარდაიცვალა, ის ჩადის თავის დედულეთში, თავის ბიძაშვილს ყვარყვარეს გვირგვინს თვითონ დაადგავს თავზე და ამით ხაზს გაუსვამს რომ მე დავსვი ეს ათაბაგად და მთავრად და ამიტომ ის ჩემი მორჩილია. აი ესე აბსოლუტურად უსისხლოდ შეძლო გიორგიმ საქართველოს გაერთიანება. მე გამომრჩა ბოდისგიხტით 20-იანი წლების მეორე ნახევარში ცივის მთაზე შეკრიბა ქვემო ქართლის ქართკახეთის დიდებულები, გაამდგარი დიდებულები, ვინც დაუდგა გვერდში დაუდგა, ვინც არა და თავები დააყრევინა და ეს პრობლემაც ძალიან ადვილად გადაჭრა. და კიდევ ერთი დავით მერვის პერიოდიდან მოყოლებული ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩვენი არაგვისა და ქსნის ხეობა. ერთმანეთთან იყვნენ დატაკებულები. გიორგი ბრწყინვალემ თვითონ იმოგზაურა, სხვათა შორის აუყვა არაგვის ხეობას და ჩამოვიდა ქსნის ხეობით და დარიელამდე მივიდა და შეხვდა აი ამ მთიელებს და დაწერა ეგრეთ წოდებული ძეგლის დადება, ანუ ძეგლის წერა კანონთა კრებული, რომლის ძალითაც მოუგვარა ურთიერთობები ჩემო ბატონო მთის ხალხებს და მერე ეს კრებული მთელი მთის ხალხებისათვის მისაღები გახდა. გიორგის პერიოდიდან აღსანიშნავია აგრეთვე გიორგაული თეთრი, რომელიც სავარაუდოდ ამბობენ რომ გიორგი მოჭრა, თუმცა ეს ცოტა საკამათო თემაა, მაგრამ ალბათ მაინც მას უნდა ეკუთვნოდეს. მის დროსვე 34 წელს იქნა უკანასკნელი ასე ვთქვათ ჯარი განდევნილი, ჰასან ჯალაიარანი იყო შემოსული ჩასადგომად ციხეების და გიორგიმ აღარ მიიღო განდევნა ის, მაგრამ აბუ საიდმა პასუხი ვეღარ გასცა მას, იმიტომ რომ 35 წელს აბუ საიდი მოკლეს და მარტივ მომრავლებად დაიშალა ჰულაგუიანთა მონღოლეთი და ამის შემდეგ ერთი-ორჯერ ჰასან კუჩუკი და ჰასან ბუზურგი ანუ ნარჩენების ჯარებით შემოდიან, მაგრამ გიორგი ბრწყინვალედ ამარცხებს მათ და 46 წელს გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვლება. ტახტს დაიკავებს მისი ძე დავით მეცხრე 46-დან 60 წლამდე. დავით მეცხრის შესახებ ძალიან მცირე ცნობები გვაქვს და ამაში რა თქმა უნდა დამნაშავეა ის შავი ჭირი, რომელიც ისევ და ისევ მონღოლებიდან მოდიოდა. მოკლედ ქალაქ კაფას, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ კაფას, რომელიც გენუელების ფაქტორია იყო, ალყა შემოარტყავენ ოქროს უდოს მონღოლები, 6 თვე ვერ აიღებენ და მერე გაჩნდება შავი ჭირი, დადებენ ამ თავის შავჭირიან მონღოლებს კატაპულტაზე და გადაისვრიან და გადააგდებენ ქალაქ კაფაში. ქალაქ კაფაში იფეთქებს შავი ჭირი და რა თქმა უნდა შავი ჭირიანები ვეღარ გაუძლებენ შემოტევებს და გააღებენ კარებს და ტყვეს შაბარდებიან და შიგნით იყვნენ გენუელები და ვაჭრები და გაუშვებენ ამათ თავიანთ სამშობლოში მონღოლები და აი ესენი ჩაიტანენ ევროპაში შავჭირს. სხვათა შორის აი ამ შავი ჭირის ეპიდემიას ნახევარი ევროპა შეეწირა მაშინ და არ ჩვენ ნაკლები, ჩვენ ისევ მოგვიტრიალ და ისევ ევროპიდან შემოვიდა ეს შავი ზღვით
და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ბაგრატ მეხუთის პირველი ცოლი ელენეც კი, ანუ სამეფო ოჯახშიც კი შეაღწია შავმა წირმა, ელენეც კი შეიწირა შავი წირის ეპიდემიამ. ამიტომ ჩვენ ამის შესახებ როგორც ავგაროს და გრიგოლ ბანდაიზეები, მამაშვილი, კალიგრაფები გვეუბნებიან, ქაღალდის არც იშოვებოდა და როგორ უნდა დაგვეწერა ისტორია. იყო კიდე არის კიდე მეორე მომენტი, ესეც გასათვალისწინებელია, რომ 1386 წელს თემურლენგმა თავის პირველი შემოსევის დროს სავარაუდოდ წაიღო თბილისის უნიკალური ბიბლიოთეკა და თუ იყო კიდეც და ამბობენ ჯამთა აღწერილს ჰქონდა გიორგი ბრწყინვალის პერიოდზე რაღაცა დაწერილი, ეთყობა გადაწერა ვერ მოესწრო და მაშინ წაღებული იქნა და ამბობენ ასე, რომ იოანე ბაგრატიონი ასე ამბობს, რომ ისო დაფლული არის სამარყანდის დიდი მეჩეთის ქვეშო. 60 წელს ტახტზე ადის ბაგრატ მეხუთე საბოსთან 93 წლამდე, ისევე როგორც დავით მეცხრეზე, ბაგრატ მეხუთის პირველ წლებზე ძალიან მწირი ცნობები გვაქვს. ფაქტობრივად, ერთადერთი მთავარი მასაზრდოებელი წყარო არის ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიხაილ პანარეტოსი, ის უდიდეს საგლად მოიხსენიებს ბაგრატ მეხუთეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ბრძოლები აქვს მას მოგებული, რა არის ამ სიტყვების საფუძველი, ეს არ ვიცით, მაგრამ 80-იანი წლებიდან სამაგიეროდ ძალიან ბევრი ცნობები გვაქვს უკვე ბაგრატ მეხუთის პერიოდზე და ეს დაკავშირებულია უკვე თემურლენგთან, ახალ დიდ დამპყრობელთან. თემურლენგი დაიბადა 1326 წელს, 70 წლიდან ის მავერანახრის პროვინციაში ეუფლება სამარყანდს და იწყებს, ასე ვთქვათ, დაპყრობით ომებს. მან თავი გამოაცხადა ჩინგისყაენის მემკვიდრედ და დაისახა მიზნად ჩინგისყაენის, ასე ვთქვათ, ტერიტორიების მთელი იმპერიის აღდგენა და ყველაზე ესეთი დიდი დატაკება თემურლენგს ჰქონდა ოქროს ურდოსთან. მოდით ახლა ოქროს ურდოს შევეხები თქვენის ნებართვით. 1380 წელს 8 სექტემბერს კულიკოვოს ველზე დიმიტრი დონელმა ვლადიმირის მთავარმა დაამარცხა 200,000-იანი 80,000-იანი ჯარით დაამარცხა 200,000-იანი მამაის ლაშქარი, მაგრამ როდესაც მამაი და თითქოს რუსებმა გადაიგდეს უღელი, მაგრამ როდესაც უკან მობრუნდა იმაში სარაიბერქეში, ანუ დედაქალაქში ეს მამაი, ის ჩამოაგდო თოხთამიშმა, თვითონ გახდა ყაენი და 82 წელს 1382 წელს მან გაილაშქრა მოსკოვზე, გადაწვა მოსკოვი და კიდევ 100 წლით გაუხანგძლივა რუსებს, ასე ვთქვათ, მონღოლთა უღელი და აი სწორედ ამ თოხთამიშთან სავარაუდოდ ეს ამის ცნობები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ლოგიკური დასკვნების მიხედვით ბაგრატ მეხუთეს ჰქონდა სავარაუდოდ კავშირი ურთიერთობა დიპლომატიური და სამხედროც თოხთამიშთან და სწორედ ამიტომ თოხთამიშთან ომმა მოიყვანა თოხთამიშის მოკავშირე ბაგრატ მეხუთესთან თემურლენგი პირველი შემოსევის დროს და ის შემოსევის დროც კი ამას ადასტურებს. ეს არის 1386 წლის ნოემბერი, სპეციალურად იმიტომ რომ ვერ დაგვეხმაროს ჩრდილოეთის გადმოსასვლელებიდან, რომელიც ჯერ ეხლა ვიცით ჩვენ ხო რომ ჩაიკეტება, ეხლა ვერ გადმოვა და მაშინ ეხლა როგორ შეიძლებოდა რომ ზამთარში საერთოდ ვინმე გადმოსულიყო გინა დერბენიდან, გინა დარეალიდან, ამიტომ გასაგებია ნოემბერი რატომაც არის შერჩეული. კარგად მომზადებულა სათავშორის ბაგრატ მეხუთე, თავის უფროსი ვაჟები გიორგი და კონსტანტინე გაუგზავნია დასავლეთ საქართველოში ჯარის შესაკრებად, ხოლო თვითონ თავის სოლშვილთან ერთად უხასუსო, ის კი არ გაიქცა და კი არ მიატოვა დედაქალაქი, თავის სოლშვილთან ერთად დარჩა ქალაქში, რათა ხალხს დაანახოს, რომ ის მათთან ერთად არის და ძალიან მძიმე ყოფილა სხვათა შორის თბილისის ალყა, როგორც მემატიანები აგვიწერენ, ეხლა უამრავი ცნობები გვაქვს და ურთიერთგამომრიცხავი, ამიტომ ამაზე მე აღარ შევჩერდები, საბოლოო შედეგს ვიტყვი, რომ თბილისი აიღო თემურლენგმა და ბაგრატი დედაციხეში გამაგდა და მერე უნებლების პირობა გამოართვა და ჩაბარდა თემურლენგს და თემურლენგმა წაიღო ბიბლიოთეკა, გაძარცვა ქალაქი და წაიყვანა ბაგრატისთან გაამაჰმადიანა, მოჩვენებით გაამაჰმადიანდა ბაგრატი, მაგრამ როგორც კი უკან გამოუშვა 12,000 კაცი გამოაყოლა, ბაგრატმა შემოუთვალა გიორგის და კონსტანტინეს, ისინი ჩაუსაფრდნენ, ეს 12,000 კაცი გაუწყვიტეს თემურლენგს და გაცოფებული თემურლენგი გაზაფხულდა თუ არა 87 წელს მეორე შემოიჭრა საქართველოს, მაგრამ ამჯერად უკვე გაზაფხულია და გვიშველა თოხთამიშმა, თოხთამიში შემოდის დარუბანდის გზიდან და იძულებულია თემურლენგიმ მოხსნას ეს ლაშქრობა და წავიდეს თოხთამიშის წინააღმდეგ საბრძოლოდ. კარგა ხნის მანძილზე თემურლენგი ჩვენ არ გვაწუხებს, ის დაკავებულია
წინა აზიაში და იმაში თემურლენგთან თოხთამიშთან ბრძოლებით 93 წელს ბაგრატ მეხუთე გარდაიცვალა და ტახტზე ადის მისიზე გიორგი მეშვიდე 93-დან 1407 წლამდე მან მთელი თავისი სიცოცხლე შეარია თემურლენგთან ბრძოლას და აი 1394 წელს თემურლენგი ისევ გამოჩნდება ორი ლაშქრობა არის აქ ზაფხულის ლაშქრობა ეს არის გაფხულის ლაშქრობა ეს არის ასე ვთქვათ სარდლების ლაშქრობა და მეორე უკვე თვითონ თემურლენგის შემოდის მაგრამ აქაც ისევ გვიშველის თოხთამიში და თემურლენგი დარწმუნდება სანამ თოხთამის არ დაამარცხებს მანამდე ვერ ჩაიგდებს ამ გადმოსაცვლელებს ხელში ამიტომ გადაწყდა 1395 წელს უზარმაზარი ჯარით თემურლენგი გადადის დარუბანდიდან ჩრდილოეთ კავკასიაში და ხდება გრანდიოზული ბრძოლა 95 წლის თერგის ბრძოლა თოხთამისა და თემურლენგს შორის საოცარი ციფრები სახელდება ორივე მხრიდან რაოდენობის ჯარის რაოდენობის მხრივ თოხთამიში დამარცხდა და თემურლენგს გადაწყვეტილი აქვს ეს 15 წლიანი ბრძოლა თოხთამისთან მიიყვანოს ბოლომდე და გამოეკიდება მას გზად აზოვი, ასტრახანი, სარაიბერგე, უბწყინვალესი სავაჭრო ქალაქები მიწასთან დარუბანდი მიწასთან იქნა გასწორებული და რაც ყველაზე ცუდი ჩვენთვის რაც იყო მე კიდე უკან მოbrunდება მაგრამ ბარემ აქვე ვიტყვი თემურლენგი ჩრდილოეთ კავკასია გაგვიმაჰმადიანა ანუ ის რაც თქვათ დღეს არის ჩრდილო კავკასიაში აი ეს მუსულმანური მოსახლეობა ძირითადად ჩრდილო კავკასიის ეს თემურლენგიდან მოყოლებულია თორემ მანამდე ძირითადად მაინც ქრისტიანული მოსახლეობა იყო და უკვე ქართული ანბანის საფუძველზე წერდნენ ჩრდილო კავკასიელები და აი ამის შემდეგ მოსკოვამდე მისდია თოხთამის მოსკოვი ნუ რაღაც მიზეზების გამო არის იქ მოსაზრებები მაგრამ ზუსტი არ არის და ამიტომ არ გეუბნებით მოსკოვი არა იყო და თოხთამიშმა აღიარა ესა დამარცხება ამის შემდეგ მიდის სამარყანდში და სამარყანდიდან უკვე მომდევნო წელს ინდოეთის დასაპყრობად 98 წელს ის ასრულებს ინდოეთის დაპყრობას ამასობაში გიორგი მეშვიდე ასე ვთქვათ გააღიზიანებს ამტყუნებენ ამ ქმედებაში გიორგი მეშვიდეს მინდა გითხრათ რომ იმის ალამუთის ციხეში ყავდა გამოჭედილი თაჰერი ჯალაიარანთა ჩვენი აჰმად ჯალაიარანის ანუ ჩვენი მოკავშირის ვაჟი და ის გამოიხსნა გიორგიმ და წამოიყვანა თავისთან და აი ამან გააცოფა თემურლენგი და 99 წელს ის მოულოდნელად შემოესევა კახეთს ესე ტყეს გააკაფინებს რომ გახიზნა ვერ მოესწროთ და ხიმშიას გმირობა აქ 10000 კაცით დახვდება ხიმშია და ძალიან დიდხანს აკავებდა თემურლენგის უზარმაზარ ჯარს რათა მოსახლეობას მოესწრო დახიზნა და შემდეგ თვითონაც გაეცალა ასე ვთქვათ და თემურლენგმა კვადრატებად დაყო მაშინ კახეთი და ერთი თვის განმავლობაში დედაწულიანად ჯერ ვინც შეხვდა ის ხო გაწყვიტა და მე ხეებს ატყავებდა რომ მოსავალი აღარ მოსულიყო კახეთში მაგრამ ნუ გასაგებია რომ ამით ვერ გაზღა 1400 წელს ზამთარი მოვიდა და გავიდა 1400 წელს ისევ მოგვადგა და მოსთხოვა გიორგი მეშვიდეს დანებება და თაჰერის გადაცემა გიორგიმ უარი შემოუთვალა და აი ამის გამო დაიწყო მოხდა გოგჩის ბრძოლა ამ ბრძოლაში უზარმაზარი ჩვენც საკმაოდ დიდი ჯარი ყავდა მაგრამ დიდხანსაც გაგრძელდა ეს ბრძოლა მაგრამ ხალატმაო ასე წერენ სომეხი ისტორიკოსები სხვათა შორის ხალატმა გადაწყვიტაო ბრძოლის ბედიო ზურგიდან მოგვიარეს დაუმარცხდით და დაიწყო დევნა გიორგი მეშვიდეს დაძდევს თემურლენგი მთელ საქართველოში და გიორგი მეშვიდე გადადის დასავლეთ საქართველოში და აი 1400 წელს ვერ გადაყვა არ გადაყვა თემურლენგი ეშინია დაზამთრების დასავლეთ საქართველოს ძალიან ძნელია ჩაიკეტება შემდგომში სამაგეროდ სამხრეთ საქართველოში გადადის მოარბევს სამხრეთ საქართველოს და უკან გაბრუნდება 1401 წელს ისევ გამოჩნდება თემურლენგი საქართველოში ამჯერად კონსტანტინეს გაუგზავნის გიორგი მეშვიდე დაზავებას შესთავაზებს და ეჩქარება ბაიაზიდს პირველზე სალაშქროდ წასვლა თემურლენგს ბაიაზიდ პირველი არის ოსმანთა სულთანი და ამიტომაც ის დაუზავდება ამჯერად გიორგი მეშვიდეს და 1402 წელს ის მიდის ბაიაზიდ პირველის წინააღმდეგ სალაშქროდ და
უნდა ითქვას, რომ 1402 წელს ის გზად თორთუმის ციხეს მიუხედავად იმისა, რომ დაზავებულები ვიყავით, იცავდნენ ქართველები 25000 კაცს შეუსევს და სულ ყველას გაჟლიტავს და აგურ დაშლის 3 დღე იგერიებდნენ სხვათა შორის ციხის დამცველები. 1402 წელს მოხდება ანგორის ბრძოლა, სადაც ბაიაზედ პირველს დაამარცხებს თოხთამიში და ბოდისვიხტი თემურლენგი და ამ ბაიაზედ პირველი უდიდესი ეს იყო სარდალი და მხედართმთავარი მას ილდირიმი, ანუ ელვისებური ერქვა და დაამარცხა და გალიაში ჩასვა და დაატარებდა ასე სამარცხვინოდ, მერე თავი მოიკლა ცხენოდა ამ კაცს და 1400 ამის შემდეგ 1403 წელს უკანასკნელად მოგვადგა თემურლენგი და ამის შემდეგ ჩვენ იძულებულები ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ზავი, მაგრამ თემურლენგი ამჯერად უკვე აღარ გვიზავდება, კონსტანტინეს ისევ კონსტანტინე გააგზავნა და კონსტანტინეს ტყვედ აიყვანს და იწყება ისევ ბრძოლა, ძალიან გმირული ბირთვისის ბრძოლა და ამჯერად დასავლეთ საქართველოში გადაყვება უკვე თემურლენგი გიორგი მეშვიდეს და იქ ზამთარი მოუსწრებს გიორგი მეშვიდე თვითონ არ თხოვს ზავს და ბოლოს ნოემბრის თვეში კონსტანტინეს გააგზავნინებს წერილს, რომ გიორგიმ სთხოვოს დაზავება, რაც მთავარია აი უდიდესი დანაკარგების ხარჯზე, მაგრამ მაინც მოხერხდა ქრისტიანობის შენარჩუნება და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დარჩა გაუმაჰმადიანებელი თემურლენგის აი ამ ხელა დაპყრობების შემდეგ, ეს იყო საქართველო და დარჩა მეფედ გიორგი ქრისტიანად გიორგი მეშვიდე, გატრიალდა თემურლენგი და წავიდა. 1405 წელს თემურლენგი 18 თებერვალს იღუპება იმაზე ჩინეთისაკენ მიმავალი. ამის შემდეგ 7 წელს გაწმინდა თემურლენგის ნარჩენებისაგან გიორგი მეორემ ეს ტერიტორიები, მაგრამ 7 წელს ის ახალი დამპყრობლის ყარა იუსუფის, ანუ შავი იუსუფის ყარა ყოინლუს, ანუ შავბატყნიანთა ბრძანებელთან ბრძოლაში იღუპება და მას იპოვის თავისი ძმა კონსტანტინე და გუმბათ მორღვეულ სვეტიცხოველში დაგრძალავს. მერე 7-დან 12 წლამდე კონსტანტინია და კონსტანტინე ებრძვის ყარა იუსუფს და ისიც ყარა იუსუფთან ბრძოლაში მარცხდება, ჩალაღანის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდება და ყარა იუსუფის ვაჟი ფირბუდაყ ხანი თავის ხელით მოაჭრის თავს და ტახტზე ადის ჩვენი უკანასკნელი ძლიერი მეფე გაერთიანებული საქართველოსი. ეს არის 12-დან 42 წლამდე ალექსანდრე პირველი. ალექსანდრე პირველის დროს კიდევ ერთხელ ვიბრუნებთ ქვემო ქართლს, ლორეს ოლქს, იქ აღდგება ეკლესიები, მონასტრები, ციხეები 25-დან 40 წლამდე. ხარკი იკრიბებოდა და ამის მეშვეობით, მაგრამ 40 წელს ჯაჰანშაჰი, ანუ შავბატყნიანთა ბრძანებელი შემოიჭრება, თბილისს აიღებს, მუცელი ატყივდა ალექსანდრე პირველს და ვერ გაუწიეთ მაშინ წინააღმდეგობა და 42 წელს ალექსანდრეს შიდა ზეწოლის გამო მოუწევს გადადგომა ის აბრაამის სახელით, აღიკვეცება ბერად, ტახტზე ადის მისი ძე ვახტანგ მეოთხე და ვახტანგ მეოთხესაც ორჯერ მოუწია ჯაჰანშაჰთან ბრძოლა, სხვათა შორის და შეძლო ჯაჰანშაჰის დამარცხება, მაგრამ 45 წელს ის გარდაიცვალა და აი ტახტზე მოდის გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი მერვე 1466 ეს არის უკანასკნელი მეფის წლები. გიორგის ძალიან ცუდ პერიოდში მოუხდა მეფობა. თქვენ უნდა გახსოვდეთ და მე უბრალოდ შეგახსენებთ ახლა რა პერიოდი იყო ამ დროს საგარეო ვითარებაში. 1453 წელს თურქებმა დაიპყრეს კონსტანტინოპოლი, 1461 წელს აიღეს ტრაპიზონი, 1475 წელს აიღეს ყირიმის ნახევარკუნძული, 1478 წელს ვენეცია დაამარცხეს და შავი ზღვა გადაიქცა თურქეთის ტბად. ანუ ჩავიკეტეთ მთელი 4-5 საუკუნის განმავლობაში კაპიტალურად დავავიწყდით ჩვენ ევროპას და ამან შიდა ფაქტორები წარმოშვა. ნუ იქ 56-59 წლები ეს თქვენ გავლილი გაქვთ ლუდოვიკო ბოლონიელის უშედეგო ელჩობები და როდესაც ეს ელჩობები არაფრით დამთავრდა, შიგნიდან აიშალნენ ჩვენი ასე ვთქვათ მთავრები და 62 წელს ჯერ ბაგრატ გიორგისზე იმერეთის ერისთავი განუდგება და მეფედ გამოაცხადებს, მის წინააღმდეგ დაიძრება გიორგი მერვე და დამარცხდება მის წინააღმდეგ ჩიხორის ბრძოლაში და ის იმერეთის მეფედ გამოაცხადებს საბოლოოდ თავს. ამის შემდეგ 65 წელს ფარავნის ბრძოლაში კიდევ დამარცხდება ყვარყვარე მეორესთან გიორგი მერვე და ტყვედ ჩაუვარდება. ამით ისარგებლებს იმერეთის ერისთავი, გადმოდის და ხდება
საქართველოს მეფედ აცხადებს თავს ბაგრატ მე-6-ად, ეს არის 1466 წელი. ყვარყვარე მეორე სამცხის ათაბაგი მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ სუსტი გიორგი მერვის ნაცვლად მიიღო ძლიერი და ამბიციური ბაგრატ მე-6, ამიტომ ის გაათავისუფლებს გიორგი მერვეს და გაუშვებს ბაგრატ მე-6-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ გიორგი ამჯერად ჭკუას იხმარს, აღარ შეებრძოლება ბაგრატ მე-6-ს, გადადის კახეთში და კახეთს მოწყვეტს საქართველოს და კახეთის მეფედ გამოაცხადებს თავს და გიორგი მერვე ხდება გიორგი პირველი კახთა მეფე. ეს არის 1466-76 წლები. რაც შეეხება ბაგრატ მე-6-ს 66-78 წელი, ის 78 წელს მოკვდება და წესი ტახტი უნდა დაიკავოს მისმა ძემ, ასე ვთქვათ, ალექსანდრემ, მაგრამ ალექსანდრეს ტახტს ართმევს ქართლის ერისთავი გიორგი მერვის ძმის დემეტრეს შვილი კონსტანტინე. ის კონსტანტინე მეორის სახელით არის ცნობილი საქართველოს ისტორიაში და 78 წლიდან ის უკვე ქართლ იმერეთის მეფეა. ის ბოლოა ვინც ცდილობს საქართველოს გაერთიანებას და 83 წელს ის ებრძვის ყვარყვარე მეორეს არადეთის ბრძოლაში, მაგრამ მარცხ ხდება, აი ამით ისარგებლებს ალექსანდრე ბაგრატიძე, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში იყო გამაგრებული და იმერეთს წაართმევს კონსტანტინე მეორე ქართლის მეფეს და საბოლოო ჯამში, ისე იგი იმდენად მძიმე ვითარება იქნება, რომ იძულებულია კონსტანტინე მეორე მოიწვიოს დარბაზი და კითხოს რა ვქნათ, გავაგრძელოთ თუ არა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა. დარბაზი ეტყვის არა, იქნება უკეთესი დრო მოვიდეს და იმ დროს გავერთიანდეთ. ეხლა ერთს დაიპყრობ, მეორე განდგება, მეორეს დაიპყრობ, მესამე განდგება და ერთმანეთს დავასუსტებთ ქართველებიო. 1490 წელი ითვლება საქართველოს დაშლის თარიღად. 91-92 წლებში მეფე მთავრებმა გააფორმეს ერთმანეთში ხელშეკრულება. მე ეხლა ჩამოგითვლით მეფე მთავრებს, ეს არის კონსტანტინე მეორე ქართლის მეფე 1478-1505 წლები, ეს არის ალექსანდრე მეორე იმერეთის მეფე 1484-1510 წლები, ეს არის კახეთის მეფე ალექსანდრე პირველი გიორგი პირველის ძე 1466-1505 წელი და ყვარყვარე მეორე ჯაყელი სამცხის ათაბაგი 1451-1498 წელი. აი ესე დაკანონდა საქართველოს დაშლა. დღეს ამით დავამთავროთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.